შეკრების დრო და ადგილი არის უცვლელი 19 საათზე ფილარმონიის მიმდებარედ შეიკრებებიან საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლები უცვლელი რიტორიკითა და შეძახილებით მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვლავ არის სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში იქნება ძალიან მრავალფეროვანი აქტივობები ბევრი თვალსაზრისით და საზოგადოება იხილავს სხვადასხვა ტიპის მარშებსაც. გარდა ამისა, ყოველდღიურად გაიმართება დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია, თუმცა ამის პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ შაბათს ფილარმონიასთან გამოსვლას, რადგან ეს არის სწორედ კვირის შემაჯამებელი აქცია, მარში, მსვლელობა, რომელიც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ და საკვანძო საკითხს, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ამიტომ დღეს 19 საათზე დასავლურად განწყობილი მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბებიან. ამის შემდგომ კი ტრადიციული მარში გაიმართება, რომელიც გადაინაცვლებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება. Ათლად ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყოველ შაბათს აი ამდენი თვის განმავლობაში გამოდის და იღებს პროტესტში მონაწილეობას. ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად ყოველდღე ვერ ახერხებენ ქუჩაში გამოსვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. ახლა კიდევ უფრო გამოვა ამინდები და ჩვენ მაინც წვიმაში, ქარშიც და ყინვალშიც ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავთ ხოლმე შაბათობით, თუმცა ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანის შემოერთებას ველოდებით. დღეს თემა არის ერთად დამოუკიდებლობისთვის და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ, რომ ის სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს, სინამდვილეში ეს სრულიად პირიქით არის. ქართული ოცნება არის ზუსტად ის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, წაგორთვა ყველანაირი თავდაცვის საშუალება და სწორედ ამ მესიჯით დღეს კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გაივლის ამ მარშს და დაანახებს ქვეყნის მოსახლეობას, რომ პროტესტი არ განელებულა. გასაგებია, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველდღე ყველა ვერ მოახერხებს სიარულს რუსთაველზე იმ ადამიანებიდან, ვინცაც აქვს პროტესტი. შაბათის მარში არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ვერ არიან ამ პროტესტში ჩართულები, მათ შეახცენ ხელისუფლებას, რომ პროტესტი ამ ქვეყანაში კიდე არსებობს, რომ ვიღაც 50 კაცი კი არ დგას ქუჩაში, რომელთაგან 8200-იც დაისაჯა თურმე. არამედ უფრო მეტი ადამიანია პროტესტში ჩართული და რა პრინციპში ხელისუფლება ყოველდღე და ყოველკვირეულად იძლევა იმის საფუძველს, რომ პროტესტი გაჩნდეს. ერთად დამოუკიდებლობისათვის სწორედ ეს არის დღევანდელი მარშის სახელწოდება. ზოგადად შაბათების მარშის მთავარი ტრადიცია და სპეციფიკა არის ასეთი, რომ ყოველი მარში თუ ყოველი მსვლელობა ეძღვნება განსაკუთრებულ რომელიმე თემატიკას. ამიტომ დღეს ეს სათაური შეირჩა ამ მსვლელობისათვის. აქციის მონაწილეები ამბობენ იმას, რომ შესაძლებელია დღეს ამინდიდან გამომდინარე იყოს გარკვეული ტიპის შეფერხებები მისვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოუწოდებენ ყველას, რომ არ შეაშინოს ამინდმა, არ შეაშინოს სიცივე და დადგნენ მათ შორის საკუთარ შეფერხებებსა და პრობლემებზე. მაღლა მივიდნენ ჯერ ფილარმონიასთან, შემდგომ კი მარშითა და უცვლელი საპროტესტო შეძახილებით გადავიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ იქნება ეს შაბათის მარში თუ ყოველდღიური აქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის იარაღი ქართული ოცნების წინააღმდეგ.